4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 14 პირის პროცესი გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში. ისინი სხდომაზე დისტანციურად ერთვებოდნენ, რადგან გამოცხადებული უქმედღეების გამო მათი სასამართლოში ეტაპირება ვერ განხორციელდა. ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს, მიზეზი ბრალდებულების სხდომაზე ფიზიკურად დასწრების სურვილია. მოსამართლემ პროცესი 12 იანვრამდე გადადო. საქმეში ბრალდებულები არიან ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანიძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე. მათ ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის აქვს წარდგენილი, ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავება. აღნიშნული სასჯელის სახით ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. Ვითხოვდით, რომ უშუალოდ მონაწილეობა მიეღოთ ბრალდებულებს, მოსამართლეს სურდა, რომ ჩაეტარებინა დისტანციურად, ვინაიდან ვერ მოხერხდა ბადრაგირება, თუმცა ეს არც სასამართლოს ბრალეულობა იყო, არ დაცვის ბრალეულობა, სახელმწიფოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდებულები. შესაბამისად, როდესაც ბრალდებული ითხოვს, რომ უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა, ეს მისი უფლება არის. მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად, როდესაც ვაფიქსირებდა ხალხს უსვამს გარემოებას, როდესაც ბრალდებული ითხოვს. თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდებულები ითხოვდნენ, რომ მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარებულიყო დღევანდელი სხდომა. ბრალდებული არის ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე და იგი არის ყველაზე მაღალი სტატუსის ქვეშ მყოფი პირი. ამიტომ აღნიშნული კანონიერი ინტერესები ბრალდებულთა ინტერესების დაცვის მაღალ ხარისხში აყვანილი, შესაბამისად დაცვის მხარემ იმის გათვალისწინებით, რომ არ დარღვეულიყო ბრალდებულთა უფლებები სასამართლო განხილვის პროცესში, მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ საქმის არსებითი განხილვაზე და მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესშია სასამართლო, ამიტომ დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადადებასთან დაკავშირებით მოიხსნა დღის წესრიგიდან და საქმე გაგრძელდება 12 იანვარს.